მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ხელნაწერთა დათარიღებისას გრაფემატული კვლევის როლის შესახებ. კონკრეტულად კი ყურადღებას გავამახვილებ ფაქსიმილეების როლზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის კვლევების სიახლეა, ზოგადი გამოცდილებისა და მონაცემების შეჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრაფემატული კვლევა ერთი მწერლის ხელნაწერების დათარიღებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი შემოქმედების სრულყოფილი შესწავლისათვის. სწორედ ხელნაწერების დათარიღებითაა შესაძლებელი მწერლის ტექსტების ზუსტი ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დადგენა. ეს თანმიმდევრობა კი აუცილებელია იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლებოდა ავტორის ინტერესები, თემატიკა, წერის მანერა დროთა განმავლობაში. ზოგადად გრაფემატული კვლევით ხელნაწერთა დათარიღების მთავარი დასაყრდენი არის წლების მიხედვით მოხაზულობათა სისტემური ცვალებადობა. ადამიანები და განსაკუთრებით კი მწერლები ხშირად მუშაობენ ცალკეული გრაფემების მოხაზულობებსა და მათ გადაბმებზე, მაგრამ ძირითადად ბევრად უფრო მეც მუშაობენ თავიანთ ფაქსიმილეებზე, რომლებიც პირდაპირ ასოცირდება ავტორის ინდივიდთან. ამიტომაც გალაქტიონის ხელნაწერთა დამუშავებისას ცალკეული გრაფემებისა და წყვილების კვლევის შემდეგ გადავწყვიტეთ დაკვირვება გვეწარმოებინა გალაქტიონის ფაქსიმილეებზე. პოეტი ამ მხრივაც გამორჩეულია და მისი ხელრთვები საოცრად მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველია. ბუნებით ესთეტი გალაქტიონისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავისი ლექსების ავტოგრაფების ქვეშ როგორი ფაქსიმილე იქნებოდა, ამიტომ ის ამაზე ბევრს მუშაობდა. მის როლებში არაერთგან შეხვდებით ერთმანეთის მიყოლებით დაწერილ უამრავ ფაქსიმილეს, ან სხვადასხვაგვარად სტილიზებულ ხელმოწერებს, რომლებიც ფაქსიმილეზე მუშაობისა და მისი დახვეწის პროცესს ასახავს. არის პერიოდები, როდესაც ყოველ ლექსს, ყოველ გვერდზე დართული აქვს ხელმოწერა. ასევე ერთ გვერდზე რამდენიმე ხელმოწერაა, როგორც ხედავთ კიდეც, რაც გვაჩვენებს თუ როგორ ამუშავებს პოეტი მათ. ზოგან ერთგან ხელმოწერას გემის ფორმა აქვს. სხვაგან ორნამენტის, გრაფემათა კონტურები ზოგან გამსხვილებულია, ზოგან წაგრძელებულია, ზოგან კუთხოვანია, ზოგან კი სახელისა და გვარის ინიციალები ერთმანეთშია შერწყმული, ან ერთმანეთშია ჩასმული. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ სწორედ ამ პროცესს. გ და ტ გრაფემების დამუშავების. შერწყმული და ერთმანეთში ჩასმულია სახელი და გვარი. ერთგან ხვდებით ვიოლინოს ფორმის ფაქსიმილესაც. რატომ ვიოლინო? ამაზე შეგვიძლია დავიმოწმოთ ერთი მოგონება, რომელიც გალაქტიონს დღიურში აქვს ჩაწერილი და ამ მოგონებიდან ვიგებთ, როგორ აკვირდებოდა ის ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში თავისი სიმღერის მასწავლებლის ხელმოწერის პროცესს. მოაწერდა ხელს შარაბიძე ბავშვებისათვის რაღაც უცნაურად, ჩემთვის კი ძლიერ გასაგებად შარაბიძე. ამ ძეს ქვევით გაჰკრავდა სწრაფი ჯერ ერთი, მერე მოუხვევდა მეორე ხაზით, მერე კიდევ მესამე ხაზს მიამატებდა, ეს იყო ნოტის ხაზები და ამ ხაზებზე ისევე სწრაფად და ლამაზად გაიყვანდა ნოტების გასაღებს, რომ გაოცებას ვეძლეოდი. წერს დღიურში. აი ხედავთ, ეს არის სწორედ მისი ჩანაწერი დღიურში. ეს მისი ავტოგრაფი. როგორც ჩანს, ისე მოსწონდა მასწავლებლის ხელმოწერის ეს სტილი, რომ თავადაც დაამუშავა მსგავსი ხელმოწერა. ვიოლინოს გასაღებს თავიდან თავადაც ხელმოწერის ქვედა ნაწილში ჰორიზონტალურად გამოსახავდა, აი ხედავთ კიდეც. შემდეგ კი დაიწყო თავისი სახელისა და გვარის ინიციალებისთვის ვერტიკალურად მდგარი ვიოლინოს გასაღების ფორმის მიცემა. თქვენ ხედავთ, როგორ ამუშავებდა ამას. ტს მისცა ვერტიკალურად მდგარი ვიოლინოს გასაღების ფორმა. ხედავთ. იმისთვის, რომ გამოგვეკვეთა გალაქტიონის ფაქსიმილეთა თავისებურებანი,
ყველა ხელნაწერი დავამუშავეთ წლების მიხედვით და შევადგინეთ შესაბამისი ბაზა და თქვენ სწორედ აი ამ ბაზას ხედავთ. და ეგ ჰედინგების მიხედვით ხედავთ, რომ ყოველი წელი გვაქვს გამოყოფილი, შესაბამისად ყოველი წლის ხელნაწერის დამუშავებით მიღებული დოკუმენტი გახლავთ. ამ ბაზამ ჩვენ საშუალება მოგცა დავკვირვებოდით, როგორ ამუშავებდა პოეტი ხელწერას, რა კომპონენტს ამატებდა, ან აკლებდა, როდის გვხვდებოდა სტილიზებული. ამ თავისებურებათა კვლევამ მოგცა საშუალება, რომ შეგვექმნა ერთგვარი ქრონოლოგიური ჩარჩო, რომელსაც შემდეგ რასაკვირველია დაუთარიღებელი ხელნაწერების დათარიღებისთვისაც იყენებდით. ახლა მე შევეცდები გაჩვენოთ ეს ძალიან დიდი დოკუმენტი. ხედავთ, როგორ ამუშავებს თავის ხელწერას, ხელრთვას გალაქტიონი და როგორი გამორჩეული და ორიგინალურია აქაც. აი ამ ქრონოლოგიური ჩარჩოს შესახებ და კონკრეტული სპეციფიკური დეტალების შესახებ კი შემდეგ ვიდეოში მოგახსენებთ. თუნდაც მაგალითად ავიღოთ 1915 წელი. ეს ხვეულები. გუდით სტილიზებას. სიმეტრიული ხაზების შექმნას. როგორც მოგახსენეთ, ბუნებით ესთეტიკა ხდათ და ეს მის ხელრთვებშიც აისახება. წელი. პირობითად ავიღოთ მაგალითად 34 წელი. ხელისლიკო. გითხარით, მრავალფეროვანია მისი ხელრთვები. ეს გასაღები ხელრთვაში, რომელზედაც ვისაუბრეთ უკვე. თავისთავად გრაფემატული კვლევები ხელნაწერების დათარიღებაში უნიკალურ მნიშვნელობას იძლევს, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, რომ დეტალურად გავაანალიზოთ მწერლის სტილი, თითოეული გრაფემის ევოლუცია და მათი საშუალებით ჩვენ შევიქმნათ დასაბუთებული წარმოდგენა იმ კონტექსტის შესახებ, რომელიც ამგვარი კვლევის გარეშე შეუძლებელია გავაანალიზოთ. და ბუნებრივია ეს საშუალებას გვაძლევს, რომ წერლის შემოქმედების კომპლექსური ანალიზი შევძლოთ. დაუთარიღებელი ხელნაწერები კონტექსტის გარეშეა თავისთავად და შესაბამისად ძნელია მათი შინაარსის, მწერლის სტილის,
ისტორიული მნიშვნელობის სრული შეფასება და გრაფემატული კვლევა და ამ ტიპის მიდგომა უკვე ამ პრობლემას ინოვაციურად წყვეტს, რადგან ის ტექსტის ვიზუალური და სტრუქტურული მახასიათებლების დეტალური ანალიზით ქმნის არგუმენტებს, რომელიც არამხოლოდ დათარიღების, არამედ ავტორის კულტურული შემოქმედებითი კონტექსტის უკეთესად გაგებასაც უწყობს ხელს.